გამარჯობა, მე ვარ ირაკლი, კატლიას ფლორისტი. მოგეხსენებათ, კატლია დაბრუნდა. ბაზარზე რამდენიმე წელია უკვე არსებობს კატლია, რომელიც გთავაზობთ მუდამ იშვიათ სცენარებს. კატლიაში ამჟამად წარმოდგენილია როგორც იშვიათი, ისე მარტივი მოსავლელი სცენარები და დღეს განვიხილავ ისეთ მარტივ სცენარებს, როგორიც არის მაგალითად კაქტუსები, სუკულენტები, დამწყებებისთვის რა თქმა უნდა, იმისათვის რომ დაიწყოს ადამიანმა სცენარების მოვლა, ვინც არ იცის და არ აქვს შეხება ასეთ სცენარებთან. მე მოგიყვებით არა მარტო სცენარებზე და მათი მოვლის საშუალებებზე, არამედ გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებებსაც. თავის დროზე წლების წინ, როცა პირველად სცენარებთან მქონდა შეხება, ყავდა პირველი კრასულები, სუკულენტები, რომლებსაც ვუვლიდი, ძალიან დიდი მოთმინებით ველოდებოდი, როდის გაყვავდებოდნენ, გაიზრდებოდნენ ახალი ფოთლები, როდის ექნებოდათ. ძალიან ბევრი ინფორმაციას ვკითხულობდი ინტერნეტში, ძალიან ბევრი შეცდომაც დამიშვია. შესაბამისად, შეცდომებზე ვისწავლე ძალიან ბევრი რამ, ამიტომ გაგიზიარებთ იმ შეცდომებსაც მათ შორის, რომლებიც არ უნდა დაუშვათ და სჯობს რაღაც ალტერნატიული ხერხით ჩავანაცვლოთ ეს შეცდომები. ერთ-ერთი უმარტივესი სცენარებია მაგალითად კაქტუსები, რომლებსაც ძალიან უყვართ მოგეხსენებათ ბევრი სინათლე, მზე, ასევე სუკულენტები. მათ საერთო გავრცელების არეალი აქვთ, უდაბნოებში იზრდებიან, შესაბამისად, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ბევრი მზე და ნაკლები წყალი. ასევე აქ მყავს მაგალითად ანანასი, რომელიც ბრომელია არის, ასე იზრდება, ძალიან ბევრს გონია რომ რეალურად ეს სცენარე ხეზე იზრდება, მაგრამ რეალურად ჩვეულებრივი ბალახია და ასე იზრდება. ასევე შემიძლია გაჩვენოთ სანსივიერა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მარტივი სცენარი არის ოთახის პირობებში. მასაც ბევრი სინათლე სჭირდება, მაგრამ არ უყვარს ბევრი წყალი მაგალითად. მისთვის აუცილებელი არის ნიადაგის გამოშრობა, რომ ოპობა არ განვითარდეს. შესაბამისად, თუ ბევრი წყალი მოუვა, აუცილებლად დაიწყებს ოპობას, ამიტომ წყალი უნდა აკონტროლოთ მაქსიმალურად. აქ მყავს მაგალითად კიდევ აგლაონება, რომელიც ძალიან ლამაზი სცენარია თავისი ვიზუალიდან გამომდინარე. თეთრი ფერი ძალიან იქცევს ყურადღებას ნახველების. შესაბამისად, ის ძალიან მარტივად შეიძლება გამოვიყენოთ სახლის გამწვანების დროს. მისი მოვლაც არ არის რთული, ამიტომ დამწყებებისთვის იდეალური ვარიანტი შეიძლება იყოს ეს სცენარეც. სჭირდება ნახევარჭრილი, ანუ დილის მზე შეიძლება ადგებოდეს, მაგრამ შუადღესით წველი მზე არ უნდა ადგებოდეს აუცილებლად. ასევე წყალს მოითხოვს საშუალო დოზით, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი წყალი ზოგადად სცენარების უმეტესობას ალპობს, ამიტომ წყლის კონტროლი ყველა სცენარისთან აუცილებელია. ზედმეტი წყლის დროს სცენარების დამუშავება არის აუცილებელი ფუნგიციდებით, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი სცენარები ხშირად ინფექციურია. ფუნგიციდები კლავენ როგორც პათოგენურ ბაქტერიებს და სოკოებს, ასევე მათ ოპად ნაწილებს აშრობენ. შესაბამისად, ეს პრეპარატები ძალიან ეხმარება ასეთ სცენარებს განკურნებისათვის. ფუნგიციდების გამოყენება შეგვიძლია მაგალითად ორქიდეებშიც, რომელიც დამწყებებისთვის არა, მაგრამ ასე თუ ისე ვინც იცნობს სცენარებს, კი ეცოდინება, რომ არც ძალიან რთული მოსავლელი სცენარი არ არის. და ოპობის დროს ფუნგიციდები ხშირად გამოიყენება ორქიდეებთან. ასევე ძალიან მარტივი მოსავლელი სცენარები არის მაგალითად ფიკუსები, რომლებიც სახლში ძალიან დიდი ინტერესით მიყავთ ხოლმე ხალხს, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრ ჟანგბადს გამოიმუშავებენ, ასუფთავებენ ჰაერს და არც რთული მოსავლელი არ არის, იმიტომ რომ არ მოითხოვს ძალიან ბევრ სინათლეს, არ მოითხოვს ძალიან ბევრ ყურადღებას. შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მოსავლელი სცენარი შეიძლება ჩაითვალოს ფიკუსები. ფიკუსები ძალიან ბევრნაირია, არის როგორც ბენჟამენი, ელასტიკა, არის ლირატა, ყველას განსხვავებული ვიზუალი აქვს, შესაბამისად, იქიდან გამომდინარე თუ რა ვიზუალის სცენარი მოსწონს კონკრეტულ ადამიანს, შეიძლება შეირჩეს ამის მიხედვით. ასევე მარტივი სცენარებია, მაგალითად ფილოდენდრონები, მონსტერები. ისინი საკმაოდ დიდი ინტერესს იწვევენ ადამიანებში, მათი ვიზუალიდან გამომდინარე, ასევე
ისინი საკმაოდ კარგად ასუფთავებენ ჰაერს, ძალიან ბევრ ჟანგბადს გამოიმუშავებენ. მათი ზრდიდან გამომდინარე, იმიტომ რომ რაც უფრო სწრაფად იზრდება მცენარე, მით უფრო სწრაფად გამოიმუშავებს ჟანგბადს. ეს მეტაბოლიზმთან არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა, და შესაბამისად, ამის მიხედვითაც შეიძლება მცენარის შერჩევა, თუ გვინდა რომ მცენარე ძალიან ბევრ ჟანგბადს გამოიმუშავებდეს. როგორც გითხარით, ასეთები არის ფილოდენდრონები, ფიკუსები, მონსტერები და ჟანგბადის გამომუშავების პარალელურად ასუფთავებენ ჰაერს. დამწყებებისთვის ასევე ძალიან მიმზიდველი არის ჰიპიასტრომი, რომელიც თავისი ვიზუალით ძალიან იზიდავს ხალხს, თავისი ფერებით, ძალიან მარტივი მოსავლელი მცენარეა, გამომდინარე იქიდან, რომ არ საჭიროებს ძალიან ბევრ სინათლეს, არ საჭიროებს ბევრ წყალს. აქ მოგეხსენებათ ჩაურგველიც კი არის ამ შემთხვევაში ეს მცენარე. არ სჭირდება მორწვა, რა თქმა უნდა, გარკვეული პერიოდის მერე ჩარგვასაც მოითხოვს და მორწყვასაც. უბრალოდ ეს პერიოდი სანამ ყვავის, მოითხოვს ძალიან ნაკლებ ყურადღებას. შეგიძლიათ დადოთ ინტერიერში და დატკბეთ მისი სილამაზით. მიუხედავად იმისა, რომ წერიჭამია მცენარეები უცხოები არიან და იშვიათი ჩვენი მოსახლეობისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ფაქტობრივად ბუნებაში არ გვხვდებიან ისინი, ამიდან გამომდინარე, მაინც ძალიან მარტივი მოსავლელები არიან ისინი, რადგან საჭიროებენ მხოლოდ და მხოლოდ ძალიან ბევრ მზეს, რაც მეტი მზე ექნება, მით უფრო ჯანსაღად იქნება მცენარე და ძალიან უყვართ ბევრი წყალი, იმიტომ რომ ისინი ჭაობებში იზრდებიან, მინდვრებზე, სადაც დამდგარი წყალია მუდამ და ეს წყალი არასოდეს არ შრება. ამიტომ შეგიძლიათ ეს წერიჭამიები ჩადგათ წყალში და დადოთ მზეზე. წერიჭამია მცენარეებისთვის დამახასიათებელია ისეთი ნივთიერებების გამოყოფა, რომლებიც იზიდავს მწერებს და მწერებს ისინი თავიანთი ხაფანგებით იჭერენ, მაგალითად, ვენერას ბუზიჭერია თავიანთი ხაფანგებით იჭერს ბუზებს, კოღოებს, მათ გალიაში იმწყდებს, ასე ვთქვათ. და ამ ხაფანგებით ისინი ინელებენ მწერებს. ტროპიკული ჭაობებიდან რომ გადავიდეთ უდაბნოში, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მცენარე არის მაგალითად ადენიუმი, რომელიც ასევე არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას, მისთვის ძალიან პრიორიტეტულია მზის სინათლე. რაც მეტი სინათლე ექნება, მას მით უფრო კარგად იგრძნობს თავს და ასევე არ უყვარს ძალიან ბევრი წყალი, გამომდინარე იქიდან, რომ ისიც უდაბნოს მცენარეა და შეიძლება მარტივად დალპეს. ამიტომ წყლის რაოდენობა აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს. შესაბამისად, მცენარე გეყოლებათ მუდამ ჯანმრთელი, იყვავილებს და მოსვენების პერიოდში აუცილებლად არ უნდა შეგეშინდეთ მსგავსი ვიზუალის, რადგან ისინი ასეთ დროს ფოთლებს იცვენენ. ასევე დამწყებებს შემიძლია ურჩიო ანთურიუმები, რომლებიც ასევე მარტივი მოსავლელი მცენარეები არიან. ისინი იზრდებიან სამხრეთი ამერიკის ტროპიკულ ტყეებში, ხეებზე, ნიადაგზე, შეიძლება კენწეროშიც გაიზარდოს. მაგალითად, ანთურიუმ კლარინერიუმი თავისი ყვავილით არ გამოირჩევა, მაგრამ ძალიან ლამაზი ფოთლები აქვს, თითქოს ორნამენტებია ზედ. ამიტომ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ხალხში. არც რთული მოსავლელი არ არის, საკმაოდ მარტივი მოსავლელია, მთავარია კონდეს სითბო, საკმარისი რაოდენობის სინათლე და არ კონდეს ძალიან ბევრი წყალი. იმიტომ რომ წყალი ყოველთვის თუ ზედმეტი არის, აუცილებლად დაალპობს მცენარეს. ყვავილოვანი ანთურიუმებიდან აღსანიშნავია მაგალითად ანთურიუმ ანდრიანუმი, რომელიც ასევე მარტივი მოსავლელი მცენარეა, არ საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და სხვათა შორის ამ მცენარეს კაცსაბედნიერებას ეძახიან. იდეალური საჩუქარი იქნება ალბათ ნებისმიერი ადამიანისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ლამაზი ფერები აქვს მის ყვავილს, არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას და შეგვიძლია ნებისმიერ პირობებში მოუვაროთ. მთავარია იყოს სინათლე, სითბო და არ დაგვაუწყდეს წყალი. გეტყვით დამატებით მარტივ რჩევებს, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ სახლის მოვლის პირობებში მცენარეების მოვლისას, იმისათვის, რომ თქვენი მცენარეები უფრო დიდ ხანს იყვნენ ჯანმრთელებით და გაგხარონ მათი ყვავილობით. პირველი რჩევა, რაც შემიძლია გაგიზიაროთ, ის არის, რომ აუცილებლად უნდა აკონტროლოთ მცენარის ნიადაგი. მცენარის სახეობიდან გამომდინარე, უნდა წაიკითხოთ მათი გაიდლაინი, იმისათვის, რომ კონკრეტულად ნახოთ კონკრეტულ მცენარეს
როგორი მორწყვის რეჟიმი სჭირდება. მაგალითად, მოგეხსენებათ, კაქტუსებს არ უყვართ ბევრი წყალი, მაგრამ აგლონომებს შედარებით მეტი წყალი სჭირდება. ამისათვის არ უნდა დაიზაროთ და მოიძიოთ ინფორმაცია მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, მათ მოვლასთან დაკავშირებით. მეორე რჩევა, რაც შემიძლია გაგიზიაროთ, ის არის, რომ აუცილებლად უნდა აკონტროლოთ მზის სინათლე, რადგანაც წველი მზის სინათლე შუადღისით შეიძლება მცენარისთვის მომოკვდინებელი იყოს, ისე დაწვას ფოთლები, რომ მცენარე ფაქტობრივად მოხარშოს, ამიტომ ესეც აუცილებლად უნდა იყოს გაკონტროლებული. შემდეგი რჩევა, რაც შემიძლია მოგცეთ, არის ის, რომ აუცილებლად უნდა აკონტროლოთ მცენარის მწერები, რადგანაც მწერები ხშირ შემთხვევაში მცენარებისთვის დამღუპელები არიან, ხშირად ვიზუალს უფუჭებენ, შესაბამისად აღარ არიან ისეთი მიმზიდველები, როგორიც თავდაპირველად იყვნენ. მწერების მოსაცლებლად კი მათი სახეობიდან გამომდინარე აუცილებლად უნდა შეირჩეს შესაბამისი ინსექტიციდი. მაგალითად, ერთ-ერთი ორგანული ინსექტიციდი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, არის ნიმიზეთი, რომელიც თქვენთვისაც, თქვენი გარშემოყოფებისთვისაც და მცენარეებისთვისაც უნებელია სრულიად. სახლის პირობებში ხშირად ურჩევენ ხოლმე მაგალითად საპნელ წყალს, რაც რეალობას არ შეესაბამება, შესაბამისად მცენარე ასე შეიძლება დავსტრესოთ, ამიტომ საპნელი წყლის მაგივრად სასურველი იქნება და ინსექტიციდების გამოყენება, რომელიც უკვე ნაცადია, ნამდვილად მუშაობს მწერებზე და აუცილებლად გამოაჯანმრთელებს თქვენს მცენარეს. შემდეგი რჩევა, რაც შემიძლია მოგცეთ, ის არის, რომ სასურველი ახალი მიტანილი მცენარეები სხვა მცენარეებთან არ დადოთ, რომელიც უკვე ყავდათ სახლში, გამომდინარე იქიდან, რომ არ ვიცით ეს ამ მცენარეს ყავს თუ არა მწერები, ის აუცილებლად უნდა დამუშავდეს შესაბამისი ფუნგიციდებით და ინსექტიციდებით, იმისათვის, რომ დარწმუნებულები ვიყოთ, რომ თქვენს სახლში მყოფ მცენარეებს რამეს არ გადასდებს, რაც გარანტია მცენარის ჯანმრთელობის. დღეს გაგაცანეთ მარტივი მცენარეები და გაგიზიარეთ ინფორმაცია მათი მოვლის შესახებ. სამომავლოდ გაგაცნობთ შედარებით რთულ მცენარეებს და გაგიზიარებთ იმ ხრიკებს, რომლებიც გამოგადგებათ მათი მოვლისათვის. ახლა კი დაგემშვიდობებით, გელოდებით კატლიაში დროებით.